ახლა კი შოუში სტუმრის დროა, გთხოვთ მივესალმოთ ჩვენი სტუმარია გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია. მადლობა. გამარჯობა და მადლობა. დიდი მადლობა ნიკა, რომ გამონახეთ დრო. პირიქით მადლობა თქვენ შენ და მეგობრებს თქვენსას მოწვევისთვის. ხო, ვიცი ახლა ძალიან დაკავებული ხარ, რთული პერიოდია მესვის, მაგრამ ეს დაკავება ჯობია იმ დაკავებას. აშკარად შეიძლება შეგედავოს ბევრი. სად უფრო ხარ? ვისთვის როგორ? სად უფრო ხარ? იმ გაგებით დაკავებული იქ თუ აქ, ანუ სად უფრო ხარ თავისუფალი, გარეთ თუ შიგნით? კომფორტულად ხო ზიხარ ეხლა აქ რაც თავარია. სხვადასხვა აი ციხეში ყველაზე მაგრად. რაც გაწუხებს და რაც გენატრება, ნუ ერთ-ერთი რაღაც მენატრებოდა ის ნორმალური სკამი, ანუ აი ხო მიჭედებული. სავარძელი არ არის. არა, მიჭედებული უზურგო სკამია რა. აი ჩვეულებრივი სკამის გენატრება, რა მიეყრდნო ეს არ არის. ნუ მე მაგალითად მოყოლისად ჯერა და არ მინდა საქმე. დავწმუნდე თვითონ, ხო, მოკლედ ერთი სიტყვით კომფორტულად ხო ზიხარ, აქ რაც თავარია და ნორმალური სავარძელია. ნუ აღარ თლად მერის სავარძელს ვერ შეედრება, მაგრამ ორი კვირაც მოითმინი ახლა. რა იყო? ესე იგი, თბილისის მერობის კანდიდატი ხარ და აუცილებლად ამას უნდა ვისაუბროთ და წინა საარჩევნო პერიოდია და გადავწყვიტე რომ მოგცე მის საშუალება რომ დააპიარო შენი წინა საარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ გადავხედი ახლა მე დავდივარ ხო ქალაქში მოძრაობ ბანერებზე ფიზიკურად არ არის ადგილი. ან არის ოცნების დეპუტატების ბანერები, ან შამპუნის რეკლამა. ორივე ხო შენ ფიზიკურად როგორ მაგათ მადლობა რომ ვათქვენთან მოწვეული. არა, ისე ხუმრობა იქით იყოს და მართლა სერიოზულად მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხედულებით ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ნუ ძალიან ისეთი ძიმე ის იქნება, რა ქვია, არჩევნები და მეორე ტური ალბათ დაგჭირდება. უმძიმესი არჩევნები იქნება, მაგრამ ნუ ახლა ვარდი უეკლოთ ხო იცი? ხო, არ იკრიფება ეს ერთი და მეორე, ნუ ახლა ლანგარზე არ მოგვართოს გამარჯვებას არავინ, უნდა მოვიპოვოთ. კი, ასაგებია, მზად ვართ ჩვენ. მეორე, კი ბატონო, იმიტომ რომ ეს ოგბუნუჯო არ ჩანს უბრალო ხელზამოსაკრავი კანი. მოგიწევს მეორე ტური. ხადაშორის სიმართლე გითხრათ, აი მინდა გაცნობა, უბრალოდ ხო მოგინდება უყურე მე რამდენიმე ძირძველი თბილისელია, ესე კი უნდა იცნობდე ახლა ამდენ ხანს. სურვილი გამიშთა რომ უბრალოდ გავვიცნო. მეთე დებატები გვაქვს მალე. რეალურად რო შევხედოთ, ძალიან მძიმე ბრძოლა გელის. გადავხედოთ ახლა შეხედე ყოფილი პრემიერი. კი. მოქმედი თბილისის მერი. კი. ნიგერიის მეფე. ამ ხალხთან გიწევს შერგინება და სერიოზული ამბავია. ხო, ისე კონკურენტებზეც მინდა გკითხო, რა თქმა უნდა. აი გიორგი გახარიას შანსებს როგორ აფასებ მაგალითად? გახარიას შანსები მე ვფიქრობ დამოკიდებულია მასზე, არა დამოკიდებული რა გითხრათ ხა და ბევრი ფიქრობს რომ აქვს შანსი, ბევრი ფიქრობს რომ არა აქვს შანსი. მე როგორ გითხრათ ხა ადამიანზე თუ ვინმეს ვეზიზღები ერთ-ერთი ის ადამიანია აი ეს მისი გვარი და სახელი ძახსენით რა გიქაც. შეხედე, ასია ეს დაურა ქართველები. გადაყოლილი არა და შენზე თან 2 დღე გარმევდა კაცი. და ასეთ სიტყვები როგორ შეიძლება მე არ ვიცი. არა, ხო. ესე ასეთ პრეცედენტი რო დაუშვათ, ამარჩე ორივე რო იყოთ მაგალითად ორი რო იყოთ ქალაქის მერი. მარცხენაზე ერთი სიტყვაზე ხო მარცხენა მარჯვენა სანაპირო რო გავყოთ. შეიძლება, ოდესღაც ხო შევრიგდებით. ახლა ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი ორი მერი ახლაო და ქალაქს ორი მერიო და სახლში აპირებთ ორი მერი ყოფნას ერთად და ქალაქს ორი მერი. ოჯახში ხო? ოჯახში, ხო. ოჯახში, კი ბატონო. ხო, ისე ბატონ აზორზეც უნდა გკითხოთ აუცილებლად. ზუგდიდში იყრის მერად კეთს. ზუგდიდში ვარ მეც ემოციურად. სხვადასხვა ძალიან ეხა
რაც აქტიურად ჩაერთვა საჯარო ცხოვრებაში, ჩემმა დამ მომწერა რამდენიმე დღის წინ, ისიც მამასთან მუშაობს ავადმყოფოში, რომ დაგვირეკაო პაციენტმა და გთხოვაო, რომ თუ შეიძლებაო სამშაბათს 11 საათზე გამოკვლევაზე რო ჩამწეროთ ნიკა მელიასთან. ანუ აირია რა პაციენტიც კი ხა ნიკა მელია აზორმელია და ჩაწერა ხოლმე. ხდება ესეთები. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში უმუშევარი არჩევი რა. და რო გავკადნიერდე თუ გავთავხდებდე და მართლა რო მიიღო პაციენტები კი ბატონო მომზადეთ. არა, ჩემი აზრით აქვს აზორბატონს დიდი შანსები. ზუგდიდში აქვს ამდენად შანსები. იმიტომ რომ პრაქტიკულად მე ახლა რო გადავხედე მეორე კაცია ზუგდიდში რა. ახლა პირველი ვადრიესებუას ვერ წაართვებს ვერავინ ახლა პოპულარობას ჯერჯერობით ხო? იმდეს დადის მე რასაც მეუნებიან მეგობრები იქ ზუგდიდში რომ არ არის გამორიცხული გადაიყაროს კიდევ. ბევრს დადის. მამა, ბევრს დადის, ანუ კარდაკარზე სოფელ და სადღაც ალბათ შეხვდება. ხო, ისე სწორი არჩევანია ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ ახლა ვინც ბატონი ანზორის თაობის ხალხი ძირითადად ზუგდიდში არიან და ისინი იმას პატივსცემენ და ხმას მისცემენ. შვილი აქეთ შვილები იმათი შენ მოგცემენ ხმას და ასე გაქვთ გადანაწილებულია. თბილისში არიან ხო? სწორედ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ზუგდიდელების ახალგაზრდობა მოქმედებაში თბილისში ცხოვრობენ. ხო. მე სწორი ახლა მამა წავიდა რაიონში, შვილი დატოვა თბილისში. სწორი ერთი ასეთი კითხვა მაქვს ახლა ეს შარლ მიშელის დოკუმენტი ეს გადაღებული და ჩვენი რა ვიცი ჩვენი ძმა და მეგობარი. და მეგობარი. კარგი ადამიანი, შარლი. კარგად. რატომ მოაწერეთ გვიან ხელი? ძალიან ბაუია. ძალიან ბაუია, მაგრამ არასოდეს არ მithქვამს პირველად ვამბობ ხა. მოაწერე, ჯაგე ციხეში სანამ ვიჯექი, მოაწერე, მე გამოსვლის თანავე მოაწერე ხა. ნუ ბევრმა არ იცის რომ ციხეს აქვს თავისი წესები. არ შეიძლება ციხეში მყოფი ადამიანი იყო და ხელს რაღაცას აწერდა ეს ერთი და არც ციხიდან გამოსვლისთანავე არაფერს არ უნდა აწერდეს. დანარჩენს არ დავკონკრეტდები რა გამგები გაიგებს. ამიტომ უხერხული იყო ჩემი ისხვიდან ამის ახსნა, მაგრამ პირველად ხა აუხსენე რა. გასაგებია ხო? ეხლა შეიძლება შარლს ვერ გაეგო ეს და კარლს. ხო, შარლ და კარლი. გიას, ჯუმბერს. ალბათ გაიგო. გასაგებია. ეს თავარი მიზეზი რატომაც თავის დროზე არ მოეწია. ეს 20 ივნისის ამინისტიის შესახებ კანონი რომელიც მიიღეს და ხო მე არ შემეხო. ხო, იმიტომ რომ ხელს არ აწერ. ხო, ხელი არ უნდა. ხო და მე როგორც აანონსებს ახლა ხელისუფლება რომ თუ არ მოაწერსო ხელს და დავიჭერთო და რა მინდა იცი კაი ფორმაში ხარ ახლა აღარ გინდა მეტის დაკლება და ბატონის ეს ამბავი როდესაც გავიგე ვცდილობ რომ ნაკლებად დავიცვა დიეტა უკვე იმიტომ რომ პერსპექტივა რეალური ჩანს კლავიქ შევრუნების და ამიტომ ხო მოსმენების თემას უნდა შევეხოთ რა კი შევეხოთ ხო შევეხოთ იქით ხო რა ვიცი თქვათ არა პლუსები აქვს ყველაფერსა ყველა მანკიერებას აქვს პლუსი ნუ გადავრევ ახლა პლუსი არა ყველა ბოროტებასაც აქვს პლუსი ერთი მაინც არ არსებობს ჩანაწერსაც ექნება ფარულ მიყურადებასაც ექნება ხო შეიძლება ეს გადაცემა წაგეშალოს ეხა ხო შეიძლება თორეული არის შანსი კი ხო მე რა უნდა ქნა როდესაც იცი რომ გეგულება უწყება სადაც შეიძლება მასალა მოიპოვო შავი გარჩაგივარდეს გადაცემა ცუდია არ არის პლუს 1 ყოფილა ტოლეუსი კი ბატონო ესე იმედია და თვარ რომ თუ წაიშლება გადაცემა გამზადებული დამონტაჟებული ექნება ჩაულებრივად რა არაფასე სათანადოდ ყველაფერში ცდილობ რომ დაინახო ცუდი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სულ ამას ვამბობ და ვიზახეთ უგიბა გამისაშვალება ეთერი თუ კერძო საუბრებში ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ნორმალური პროფესიონალები და პატრიოტი ადამიანებით სავსე ხელისუფლება ბატონო მაგრამ ვინ გისმენს სუსისგან გისმენს ვინმე არ გისმენს ისე როგორც ცნობილი გახდა თურმე პრეზიდენტსაც უსმენენ კი ჩვენსაც სამომეს ჩვენსაც და ნეტა იმას თუ აი იმას ვინც უსმენს ხო კი ბატონო
ჯერ მოსმენე რომ მე იქ თაჯი მე ის რა თქვა რანაირ რა შემიძლია ერთი ასეთი ძალიან საინტერესო თემა მერის არჩევნებს რომელიც ეხება ნარკოტესტი ნარკოტესტის ჩაბარი აქტუალური კომიკური და ტრაგიკული ყველაფერი ერთად ხდება ამ თემასაც ვეხებით რა ფაქტობრივად უცნაურია ძალიან უცნაურია მთელი საერთო დრო ეთმობა უნდა მოშარდოს თუ არა ბატონმა გახარიამ კალაძემ უკვე მოშარდა მიკაროდის აპირებს თუ არა და ვარ ჩასული დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ ქალაქში შეხვედრა დასრულდა საღამოა და ვაპირებ თბილისში წამოსვლას და ერთი მარსულის ახალგაზრდა ადამიანი, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანი ეთქვი 50 წლის ასაკში მოვიდა და მთელი ნებით ჩამეხუტა. მომეფერა და მე როგორც ხდება ხოლმე, ხო, ესეთ ხელი ჩამომართო და მივხვდი რომ რაღაცა ჩამიდო რა ხელის გულში. ხო და ესო ჩემსგანო შენო ხა დაღლილი ხარ, მოგო ჩამიდო, გავშენ მივხვდი რაც არის რა, პლანი. მოსაწევი რა. ხო და ნუ ეხა პირველი რაც ვიფიქრე არის მოგზავნილი ადამიანი რა თქმა უნდა მე ხო არ დავიწყებდი ეხა იმის მტკიცებას რომ მოგზავნილი ხარ და მალევე დავწუნდი არანაირი მოგზავნილი ადამიანი არა უბრალოდ არის მხარდაჭერი და ნუ მინდა რომ კორექტულად უკან დაუბრუნო და მეუბნები რომ სხვა დროს არ მართვებს ამას როგორც იციან დასავლეთში ცოცხალი თავი ჩემსგან ჩვენ მხარდაჭერი ხო ხარ თუ ვარო როგორ არა ვარო ხო თავარია ეხა ხმა მოგბეცი ხმას როგორ არ გაძლევო და პლანს გაძლევო და ხმას როგორ არ წარმოიდი პლანს გაძლევო მოკლედ ანუ ეს შეურაცხყოფა იყო რას ქვია ეგ არც უნდა გეკ ძალიან კორექტულად ნუ ვეცადე მოკლედ ბოლოს როგორ შეთავდეთ ეხა კონდეს მეთქი არჩევნები დასრულდება მე ნუ რა მოგითებია ანუ წარმოიდგინე ადამიანმა მთელი გულით და სულით ესე იგი ხო იცოდო შეხედრაზე მოდიოდა წამოიღო ის თვითონ მოიკლო არა მოიტანა შეხედრას ესწრებოდა მოიტანა ჯერ დამთავრდა შეხედრა და იცოდა რომ თბილისში მოვდივარ და ესო ჩემსგან რა მოწიეო რა ქნას რატო არ შარდავს მელია შენდაში ხო არა რა იცი დღეს მირეკავე მთელი დღე ოცნებიდან რა ოცნებიდან მე მირეკავე რომ გავიგეთო ნიკა მელია ყოლია სტუმრათო და რაღაცა მე როთხოვო მეხვეწებიან ერთი ხუთჯერ დამირეკეს მე უთხარი რომ მე ვთხოვ არ არის პრობლემა და ის რასიზმს ახლა მისი გადასაწყვეტია ხო რა ვიცი ორნაპას ხوار დაარტყავდი ამას რა ქვია ამას ქვია ბულბულატორი არა და რამდენ თურმე წამოგეღო თურმე რაღაცა ის მომერიდა სხვათა შორის თუ წამოგიგებია რა ვქნა იღებს აგერ ტელევიზია მის ბულბულატორი ხო ბულბულატორი სხვათა შორის ძალიან პოპულარულია აი თელ დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოში ახლა სოფლებში წინა არჩევნებზეც და ეხლაც რა თუ კი რამის დეფიციტი არ არის ამისი არ არის ხო თან ჩვენთან უკეთესი იმიტომ რომ წყალი გვაქვს აი სხვანაირი გარო ესე იგი ჩვენ ქვეყანაში ახლა გინდა თუ არ გინდა ყველაფერი ხედავ რომ გახდა პოლიტიზირებული და ყველა ჩართული ამ პოლიტიკაში და ერთი ასეთი თამაში კი არა საგზაო ნიშნები მინდა განახო ამ საგზაო ნიშნებს მარტო გზაზე არ აქვს დანიშნულება პოლიტიკაშიც შემოვიდა საგზაო ნიშნები მაგალითად დავიწყოთ ეს ასე შუქნიშანი ეს არის შუქნიშანი ჩართული არის სამი მწვანე ყვითელი წითელი ჩართული შუქნიშანი ხო ნუ რეალურად რა ეს ამით გეუბნება ქართული ოცნება არ იქნება მრავალფეროვნება ერთფერი იქნება მარტო ვამბობთ რომ მრავალფეროვნება ბევრი პარტია და ხო ნუ მე ასე უყურე ხო ეს არის ახლა იდგმება საქართველოს შემოსასვლელში რომ შემოდიხარ ანუ ქვეყნის მდგომარეობას აღნიშნავს სასაზღვრო პუნქტები კი მწვანე ჩართული ანუ მოძრაობთ თან ვემზადები და თან გაჩერებული ვართ. სამივე ერთად ასახავ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას. ეს არის საინტერესო სურათი ძალიან. ეს საგზაო ნიშნები ხო ხები რომ ეს ხვების ასხლება ფილოთი არის ხო? ხო, რომ ისხლდავს მანქანა. რა ვერსია? ეს რა არის? ჩვენ ქვეყანაში ეს აღარ არის. მოიხსნა, ამიტომ რომ 10000 კილომეტრი გზა ხო დააგეს. ხო. და ფიზიკურად არ არის, როა ისხლიტოს. 10000 კილომეტრი რო გადავთვალე, უზე კამჩატკაზე ვაგზავნი ახლა. შემდეგი ორი ერთად უნდა განახო
ეს სამტრედია. და შენზე არის ახლა დამოკიდებული ეს ტრაფარეტი იქნება თუ ეს? გაუმარჯოს სამტრედიელებს. ხო, სამტრედიელებს გაუმარჯოს, კაცო, მაგრამ მერის არჩევნებზე აქ საუბარი. კი, მივხვდი, კი. ეს კი უნდა გამოიცნო ახლა. მესაფლავე? მიწა მივაყაროთ? არა. აბა? ეს არის წყიბულელი მეშახტი არ ვითარებს ტურიზმს. რაც უნდა მას თქვა, წყიბულელი მეშახტი. ეს არის ძალიან საინტერესო. აბა? ეს გირჩმა წარადგინა კანდიდატი მაგიდის ქვეშ. ეს ახლა ამას არანაირი პოლიტიკური დანიშნულება არ აქვს, უბრალოდ მეგობარმა მთხოვა, ეს არის ოთხკუთხედა შემწვარი კვერცხი. ქაოსი. არა. ეს საგზაო ნიშანი აყენია ოცნების შტაბში ან ოფისში. და რას გეუბნება? ეს არის მიშავის ჩამოსვლის ის არის, რა ქვია? მიშა რო თქვა, მოვდივარო. ეს არის საიდან მოდის? მარცხნიდან მოდის, მარჯვნიდან მოდის, სამხრეთ-დასავლეთიდან მოდის, ქვევიდან მოდის, ზევიდან მოდის. იუთენი, ხო? და ამას რო გაარკვევენ, მერე არის მეორე ამის მერე დგას მეორე ტრაფარეტი. რითი მოდის, გემით მოდის, თვითმფრინავით მოდის, მოტოთი მოშხუილობს, ავტობუსი მოღოღავს ტრამვაით, მანქანით მოდის. მოგალით ნერვიულობით ხალხი. ეს არის ორი ურო. აბა? გვაჩვევენ ამას. აქ თუ ერთი ნამგალი ჩაენაცვლა, აი მერე ვარ საცოდავ დღეში. ეს არის ძალიან საინტერესო. ნაძვის ხე. აქ უნდა გავმახვილოთ ყურადღება ნაძვის ხე როა გადახრილი. ეს არის მონაზონი უთვალთვალებს მამაოს საყვარელს და ნაძვია გადაწეული საწევი და ერთი. და ბოლოსთვის ძალიან საინტერესო ეს კომპლექსური აღარ გაწვალებ ახლა ბევრს გამოიცნობს თუ არა თქო ეს არის კომპლექსური ის საქმეა იდგმება მთავრობასთან 10 წელი იყავი ხელისუფლებაში კაი მანქანებით იარეთ კაი ჭამეთ კაი სვიდა დეისვენეთ თქვენ ოჯახა შენებულებო ხო შეიძლება კარგი ეს გასაკრავია ეს ქალაქში გასაკრავია არ არის პრობლემა დალაგებული მაქვს ხო გავაგზავნოთ ახლა საუბარი და ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს ძალიან ეს როდის მიდის ხო არის ეს ის როდის შემოდის ვერ გავარკვიეთ ახლა და ეს ხო არის როდის აქედან დავსვათ კითხვა და თუ ეს კომპლექსურად არის ერთმანეთსია დამოკიდებული რაღაც ძალიან ბანალური ვიქნები ვიცი რა 2-ში 2 ოქტომბერს ამას ცოდრი აგი ნაციონალი კომიტეტი 2 ოქტომბერს ხო მოკლედ ჩემონიკა რა მინდა რო გითხრა რა წარმატებები მინდა გისურვო რა თქმა უნდა და ყოველთვის ჩვენი სტუდიის ყარები ღია რო გვესტუმრო და არჩევნები იქნება თუ არ იქნება თუ ამაზე არ არის დამოკიდებული ვიცი ახლა წეგანაც აღნიშნე რომ გადატვირთული გრაფიკი გაქვს და მაინც მოახერხე ჩვენთან მოსვლა ამისთვის უნდა გადაგიხადო მადლობა და ერთ ამას კიდე ნუ ბევრი რამეა თქვენზე დამოკიდებული ხალხზე რა თქმა უნდა რა თლიანად იმიტომ რომ მე მაგალითად ამარჩევნებებს ჯერა რომ გაყალბება არ იქნება ვერ იქნება რა რატო ვერ იქნება აი ეს მჯერა მე შეიძლება ჯერა რომ ვერ იქნება მე მიზეზი მაქვს რომ ჯერა რატომ ჯერა ხო იმიტომ რომ ორი ბუმბერაზი დემოკრატი ქვეყნის უგანდის და ბელორუსის დამკვირვებლები არიან ჩამოსული და ვინ გაბედავს რა გაყალბებას რა გაყალბებაზე ლაპარაკს უგანდა ხოცა მაგარი ხარა ბოლოს და უნდა არჩევნებს ატარებენ როცა უნდა არ ატარებენ ხო ბოლოს 30 წელიწადი არ ჩატარებულა მე მგონი 25 გამოდის პრეზიდენტი აღქვა წელს არა როგორ საშუალო ვიქნები ისე მე და წინა პრეზიდენტი არ ვაგლია ბევრი ისე წინა პრეზიდენტი უგანდის აღიარებული კაცი ჭამია იყო ანუ ჭამდა რა ცოცხალ ადამიანებს ანუ კლავდა და ჭამდა ხო არა ეს შეიძლება ამოვჭრათ იმიტომ რომ არ შეიძლება ხმამაღლა რა ვიცი სადა ქვეყანა გვისმენს და არავინ გადაიღოს სამერინე გდანის კენტებში უგანდის
სადამკვირვო მისიის წარმომადგენელი ბეიჯით რო გადახვდება ეთერში. მომერეგაცა. მოკლედ, ესე იგი, რა მინდა კიდე რო შეკვირდი ხა თერჯოლიდან ვარ მე რა და იქ ყავს რამდენიმე სოფელში რამდენიმე ოჯახი ფუტკარი რა. ხო და თუ გახდები მერი, კაი 3 ლიტრიანი თაფლი ჩემზე იყოს. დიდი მადლობა, მე მარტო არა, გამიხარდება. ხო. არა, თაფლი კი არ ფუჭდება, ხა 2024-მდე გიშევინახავ იმას, მაგრამ მე შენ თუ გინდა ეს თაფლი. მე 3 ოქტომბერსაც მეკნება მზად, რო იცოდე რა. იმედია 3 ოქტომბერს 3 ოქტომბერს მაჩუქებ თავს ვიდრე 2020. ხო, სხვადასხვა 3 ლიტრიანი თაფლი არ არის, მაგრამ ესე იგი ჩვენი სანამ დავამთავრებდეთ ახლა საუბარს, წინა საარჩევნო ძალიან ისეთი ორი კვირა ახლა, მძიმე ორი კვირა რა, საარჩევნოდაც ყველანაირად. ხო და მოგიფიქრე გააჩნია რომელ ტელეკომპანიას უყურებ რა და იმის და მიხედვითანი ამ ძიმეა ან არ არის. ეხლა ვიყავი ზუგდიდში ჩასული და ბიძაშვილის შვილი ძალიან კარგი ბავშვი, ვერ იქ 4 წლის და გადამეკიდა ეზოში ვხედავთ. მამა ჩემიც იქა ნათესავები რომ რატო დაგიჭირესო შენ რატო დაგიჭირესო რატო დაგიჭირე ამაზე უკვე გამეცინა რატო დამიჭირესო დედიკო და მამიკო გავაბრაზე ასური ეს იყო ჩემი და დამიჭირეს მე კიდე რატო დაგიჭირეს ხარი თქო გითხარი დედიკო და მამიკო გავაბრაზე და დამიჭირეს და შენც თუ გააბრაზებ თქო შენც დაგიჭერენ თქო რაღაცა წავი მოსკენია წავი სისულელი და მე ნუ რო აღარ მომეშავ კითხე რომ შენ რა გონია რატო დამიჭირეს მეთქი და პასუხი იმიტომ რომ ფული არ გადაიხადება. გამოიგინე. და მაგ მივხვდი რომ მშობლები უყურებენ ტელეკომპანია იმედს. ანუ გირაო რომ არ გადაიხადება 4 წლის ბავშვმა. ამიტომ გამახსენდა რა. თუ უყურებ ცალკე უარხეს დაძაბულია საარჩევნო კამპანია თუ უყურებ არ არის და გააჩნია. ხედავ, მიტუ არის მე 4 წლის ბავშვი და გობაკიძე ერთად დაერად რატო უნდა ლაპარაკო? ერთი მესეჯ ბოქსი. კი. ერთად. ხო, მოკლედ არინერვიულო, შენ მე საარჩევნო სლოგანები მოგიფიქრე ისეთი? კი. მე და ჩემო მეგობრებმა, რომ აუცილებლად გამოგადგება რა. მაგრამ ერთი თავიდან გაფრთხილება დავწერეთ სტროფი, რომ გახდები მერი და მერე რო დაგირეკავ და აუ არ მცალია ეხა და ვერ მოვალ სტუმრად და რაღაცა. კი. უარ იყოს მერე რა. ლექსად რომ გიწერს სლოგანებს არ დაივიწყო მელია, თორემ სხვისთვისაც კი დაწერს იუმორისტის ხელია. აი, ეს არის გაფრთხილება. ახლა შენთვის საარჩევნო სლოგანები, რომელიც მოგეწონება სავსებით უფასო. ქვეყნის წინსვლა რომ ნელია, ამიტომ მოდის მელია. გუდელი ბერად თმები ქერად ჩიტი ძერად ნიკა მერად. ფეხი გტკივარ ივანული, თუ ქალაქი ნიკანორი. მესის ვადარებ ნიკა მელიას გახარიას კი მურთა შელია. კოცებს არ დაუთმო, შემოხაზე უთმო. აუ, ეგ მაგარია. ეს და გამოვიყენო სამე სერიოზულ პოლიტიკურ შოუში. კოცებს არ დაუთმო, ახლა ბატონი ანზორიც ხო იყრის კენჭს და ნუ შესაბამისად ახლა აბა დელია ზუგდიდ ანზორი თბილის მელია. პირიქითაც შეგვიძლია რომ ავიცილოთ ქვეყნის პაზორი თბილის მელია ზუგდიდ ანზორი. ეს ახლა თქვენ გადაანაწილეთ როგორც თბილისში როგორც მოგეხსენებათ ბევრი ჩამოსულია იმერელი და მათთვისაც გასაგები რო იყოს. ზემო იმერულ კილოკავზია ეს. მერი გახდება მე მგონი ისი, ტანით მაღალი და თავით ლისი. და ერთი ასეთი კიდე ბოლოსკენ გაიღიმებს მონალიზა, ყველა ნაციონალიზა. მე მგონი გადასარევი სლოგანებია. კი, გამოვიყენებ, ერთი რომელიღაც უნდა გამოვიყენო. სულ ყველას გაგატა საჩუქრად. კი, სიამოვნები. შეიძლება მართლა. როგორ არ შეიძლება? კი, წავიღებ. აი ინგა გრიგოლიასთან რო ვიქნები, აი გიორგი თარგამაძესთან, ასე უნდა ვთქვა, რომელი, აი ეს მომეწონა გასაგები. კოცებს არ დაუთმო, შემოხაზე უთმო. ფეისბუქზე მაიცავა.
კი ბატონო, მოკლედ ნიკა ბატონო, მადლობა მინდა ძალიან დიდი კიდევ მადლობა ერთხელ და წარმატებები მინდა გისურვო და იმედია ხვალინდელი დღე კი, ძალიან დიდი მადლობა და ჩემი სურვილია რომ არჩევნების შემდეგ მართლაც გქონდეს ხალისი ძალიან ბევრ ადამიანს ვიყოთ თქვენი გადაცემის სტუმრები უფრო მეტად ვიდრე პოლიტიკური თოქ-შოუების რა. მართლა მინდა. და ნაკლები სტრესი, მეტი იუმორი და მეტი ღიმილი სახეზე, რაც გვაკლია ეხლა. არ დაგიმალოთ, მეც მაკლია. კი ბატონო, კი და იმედია ეს გადაცემაც ეთერში გასვლამდე არ გექნება ნანახი. ძალიან დიდი მადლობა, ნიკა მელია გახდა ჩვენი დღევანდელი სტუმარი. მადლობა ნიკა გაიგო. მოკლედ ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო დღეისათვის სულ ეს იყო მე საუკეთესო სურვილებით უნდა დაგემშვიდობოთ უბრალოდ შეგახსენებთ რომ ჩვენ ერთმანეთს მომავალ ხუთშაბათს ფორმულას ეთერში საღამოს 10 საათზე შევხვდებით თქვენ კი არ გადართოთ დარჩით ჩვენ არხზე წინ ძალიან საინტერესო ყვითელი ყუთი გელოდებათ კარგად ბრძანდებოდეთ